Hello guys, ვიქცენი მოვიდა პიცე ცეცხლის მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩემპიონთა ლიგის თამაშს FC 26-ში FIFA Mobile-ში და დღეს ვითამაშებთ მეოთხედ ფინალს და გავალთ იმედია ნახევარ ფინალში. წინ გველოდება ბაიერნი და ნახოთ რა მოხდება. ხო, ასევე დიდი მადლობა წინა ვიდეოს 117 ნახვისთვის აყვანისთვის, 117 ნახვაზე აყვანისთვის და ერთი გამომწერისთვის 165-ნი ვართ უკვე და ასევე ძლივს 2 და 1 ლაიკი აღარ არის და 3 ლაიკი, მაგრამ მაინც ძალიან ცოტა. უკვე მე ვიდეოებზე ლაიკები უნდა ამდიოდეს 10-15 და ეგეთები, მაგრამ არ არის ეგრე, სამწუხაროდ. და კომენტარებში დაწერეთ თუ რა ტიპის ვიდეო გინდათ რომ გადავიღო, რომ ბევრი ლაიქები იყოს და თუ ბევრი ლაიქი ექნება კომენტარებს, რომელიმე კომენტარს. ესე იგი თქვენ მიმანიშნებთ მე რომ მაგ ტიპის ჟანრის ვიდეო უნდა გადავიღო. თუ ეწერება როგორი ტიპის ჟანრის ვიდეოს გადავიღებ. არ არის ჩემთვის არანაირი პრობლემა. კარგი, დავიწყოთ ბევრი ლაპარაკის გარეშე უკვე ჩვენი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალი. აბა ნახოთ, იმედია ბაიერნს მოვუგებთ, პროფესიონალზე ვთამაშობთ. შეგახსენებთ, რადგან ძალიან რთულია World Class-ზე და უაზრობა, ნახოთ, იმედია მოვიგებთ ლიგას. მოკლედ, შემადგენლობა ყველა მიცის უკვე. ამიტომ კეინი, ოლისე, რაღაცა. კეინი, ოლისე და ლუის დიაზი ყავს შესაჩერებელი. გახსოვთ სინამდვილეში ერთი დასრულდა ბოლო მატჩი და 5 და 4 დასრულდა პირველი მატჩი პარიზის წინააღმდეგ და პარიზი და ბაიერნის დაპირისპირებაში. აკი დავარტყათ, რატომ მოწორო? როდრიგო, რა გოლი გაიტანა როდრიგო დეპოლ. ბრავო. ჩი მინახთისა, რამდენ კაცში დავარტყი. მაგარი გოლი იყო, ძალიან მომეწონა. ხო, ასევე კიმიხი შესაჩერებელი უფრო აყავს, უფრო უნდა ვუფრთხილდეთ კიმიხს, რომ გავუწვრეთ და არ წაგვართოს სპორტია კი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა ლუის დიასი. აქ თავით მოვიგეთ ორთაბრძოლა. როდრიგო. მიდი რა. გაისროლე. ოიმე. რასიძახი ჩემი. ის რო გამიტანა ბიჭო. ვიდეო ვერდითი უნდა დავარტყა ეგეთი. ბაპეც წავა, მაგრამ ვერ დაარტყა ახლა კილიან ემბაპე დიქტატორმა. აქ მე მგონი ისევ თამაშგარე იყო, კი ბატონო. სულ თამაშგარეში კეთდება პასები. ჩუამენი გავეჭედეთ. ოლისე და დაკარგა კი ბატონო, ძალიან კარგი. ემბაპეს ეს იქნება კარიდან. წესით არა კუთხურია. როგორ ჩანს ჩაგვიჭირეს. აქ თავით ვერ გაიტანა რუდიგერმა. ხოლო აკი საინტერესო შეტევა აქვს, მაგრამ შავშალეთ ეს შეტევა. აკი ერთი პასია საჭირო, მაგრამ არც პასი არ არის საჭირო. და გადავრჩით კი ვერა.
კი გადავრჩით ახლა ძალიან მაგარი მატჩი წავა როგორც ვატყობ ჯერჯერობით ვიგებთ 1-0 რაც ძალიან კარგია კარგი აბა უდიგერ წართ ვერა კეინი არა პალოვიჩი არგია ტრენტი ვარდნაზე ფედევალვერდე არა ძალიან ცუდად დაარტყა ფედევალვერდე ნუ იდეაში მე ვეღარ მოვასწარი ხელის თითის მარჯვნივ გაწევა რომ უდარი დამეტყა მაგრამ არა უშოს მაინც ცდით და ვეცდები გავიტანო ეგეთი აქ ისევ ნოიერი დაეუფლება ბურთს აქი თავზე იმედია მოვიგებთ ვერა რა თქმა უნდა ამას ვერ ავიღებდით გნაბრი ედერ მილიტაო ჩუამენი კეინი საფათოდ ჩაგვიჭრა მაგრამ მაინც შევინაჩუნეთ ბურთი ვერდეთი რატო ვერ ვარტყავთ რა უდარი დამაუწყალში ოხ ჩუამენით ხო არ გვეცადა არა ეს გოლი არ გავა ჩუამენიც კარგად უტყავს მაგრამ უფრო ძლიერი რო დამეტყა უფრო კარგი იქნებოდა აი შანსი ფედევალვერდეს დარტყმა ნოიერი გამოსული იყო არა უშავს გნაბრი წაიღო ბურთი კეინი გნაბრის ძალიან კარგი პასი აკი შეიძლება ანგარიშის გათანაბრება და ეგრეს მოხდა ახლა უნდა მოვასწროთ რომ ბოლო მაინც მოვიგოთ ეს მატჩი არა რა თქმა უნდა საჯმა არ გვაცადა და საჯმა რაღაცა და ჭრთნელმა კი ხო საჯმა არჩის და გაგვიჩერა ეგრევე წკამია პაუზა აკი არსენალს მოუგო ის არ შემიმჩნევია არსენალს მოუგო ბიჭო ლევერკუზენმა ხოლო ბოდოგლინტი გამოვიდა ეგრე ბიჭო ვაუ ნიუკასლი ნახიჩ 2-0 მოუგო ატლეტიკო მადრიდს ნიუკასლი ნახი ჩვენ კი ვიწყებთ მეორე მატჩს და ვნახოთ მეორე მატჩი რა მოხდება ვაფშე ისეთ მოღამზე ვარ ეხლა თუ დალაიქებს ყველა და გამოიწერს არხს აუცილებლად მივყვან ბოლომდე ბიჭო ჩემპიონთა ლიგას და ვნახოთ მოვიგებთ თუ არა კარგი დავაი კეინმა გააგორა ბურთი გნაბრი კიმიხი ისევ გნაბრი კეინი აკი ჩავჭერით ეს პასი მაგრამ მაინც გავაკეთე პასი აქ ვინისიუსზე კარგი პასი უფრო კაი პასი შეიძლებოდა აქ უპამეკანოს კინაღამ მოპარეთ ბურთი ვერდე მაინც დაეწია ბურთს აიღო მაინც აკი როდრიგოს რომელიც ყველაზე მეტად საჭიროა ძირითადად რეალ მადრიდში კი მოვატყუეთ კიდევ ერთი ფეხბურთელი და 11 მეტრიანი რა თქმა უნდა პაპესადაც არ ყავს ხოლმე და არა 2-1 მატჩი ჯამში და 1-0 ამ მატჩში ძალიან კარგი თავარია ეხლა ეგრევე კიკოფი არ გაუშვათ პაულოვიჩი კეინი სად არის ჩამოსული და ბელინგემი ბრავო არა მაინც არ დაკარგეს კიკოფი შანსი ოპ
კარგია. აი ახლა დაეკარგებათ წესით თუ ავიღებთ ამ ბურთს კი ბატონო. გავგდოთ კილიან მბაპეს ეს წესი თამაშგარი შეიძლება დაფიქსირდეს. არა. ბოლომდე დავარტყა. აუ შენი. იქ ვეღარ დავინახე. როდრიგომ რო აიღო. თორე მანდ შეიძლებოდა დარტყმა. ავიღეთ. მოვატყუეთ უპამეკანო. აქ დეივისი შეხვდა. ბოლოს კი მიხი ალბათ მიხი იყო. ვეღარ გავმკლავდით. კეინი ვარდნა. არა, ვარდნა არ იყო, მაგრამ მაინც წავართვით ბურთი. იმენა კომენტატორო ვარ, ჩიმიე. 1-0 პირველ ტაიმში. და 2 მატჩის ჯამში ვიგებთ. რაც კარგია. ერთი გოლიც არ იქნებოდა ცუდი. მაგალითად აეხლა კილიან მბაპეს ვერ დაეწევით, ძმაო, კი დაეწევით როგორ არა, ძმა, ზეგ და კილიან მბაპე იმენა ბომბას გაისვრის და გაიტანს აუცილებლად. 2-0 და 3-1 2 მატჩის ჯამში, რაც კარგია ძალიან. ახლა უფრო გაგვეზარდა შანსები. მე მჯერა რომ თქვენ ალაიქებთ მეგობრებო. მე მჯერა და ამ ლაპარაკში კეინმა გაგვიტანა 1 გოლი. ამიტომ 1 გოლი კიდე გვჭირდება, თორე ჯერ დრო არის გათანაბრებამდე. ნისიუს მიცეთ. ლაიმერია მის წინააღმდეგ და კიმიხი როგორ შუმად მომეპარა. ვერ დავინახე ხა კიმიხი საერთოდ. ლუის დიასი. კეინი, კარგია ვარდნაზე. მილიტაო. ვალვერდეში და შემდეგ ვინის ჯუნიორი. აკი შეგვიძლია წავიღოთ. და შეიძლება გაყვანა, მაგრამ აქედან დარტყმა შეიძლება და დუბლის მიწერა თუ ჰეტრიკია. თუ დუბლი. თუ დუბლი. არა, ჰეტრიკია. კი, ჰეტრიკია, წესით თუ არ ვწდები ჰეტრიკია, დაწერეთ კომენტარებში მეგობრებო ჰეტრიკია თუ არა. მაგრამ არ მინდა გატყუებთ. ჰეტრიკია თუ დუბლი, მთავარია გოლია გარშე რა. მაგრამ დამიწერეთ კომენტარებში რა ტიპის ჟანრის ვიდეო გადავიღო აუცილებლად. ოპ, ლადო. ვახ. კაპ. შეარასორო. ვახ. შუამენი, ბრავო. დავიღეთ ბურთი. ვინისიუს მივცეთ. არა. ლაიმერი ჩაგვიჭრის ამას. გნაბრი. ოლისე. ჩიმ. ლაიმერი ისევ. აკი დუამუნა იყოს ბურთი. იდი რა, არა. დასრულდა ეს მატჩი 3-1 და გავედით შემდეგ ეტაპზე, ხო? აქ ჩემპიონთა ლიგის ლოგო და ლა ლიგის ლოგო არ იყოს ერთმანეთზე დაწებებული, ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ კარგი. ლივერპულს ხვდებით. შიტ. დავაი, კი ბატონო. აბანახთ. Давай, Симона, давай. Semi-final. ნახევარ ფინალი მეგობრებო. ლივერპული, რეალ მადრიდი და ნიუკასლი და მე მგონი ამ ბოდოგლენტია ან ვიღაცა ჰუე. არ ვიცი, კარჩი. აგე მოსალაჰი ყავს შესაჩერებელი. ხოლო პერმა ლეგენდა ნამდვილ ფეხბურთში კი დატოვა. ვიცი? ვინო ბიჭო? ერთი წამი. რა ვიცი ძმა?
ვირცი ლევერკუზენშია. კი ვირელა. ვირცი ხო კიდე ლევერკუზენში. აკი როდრიგოს გაუგდო. ალისონ ბეკერი. ოჩა ეს კარგი სეივი იყო. ბელინგემი, როდრიგო. ვიღაც არის კიდე დიმბილი ჩიმბილი. კეკეზი. არა. კაი. გაკპო. კეკეზი. გაკპო და კეკეზი მომდევენ ჩემი, კაი. კუთხურია. ძალიან კარგი. მიდი გაკპო საჯობე. ვერა, კაი რა. ნახე ვირციო ბიჭო. ჩემი ვირცი გადავიდა ლივერპულში. მე რა მაგარი დებილი ვარ ბიჭო. გადავიდა აბა რა. კიდე კაი მოვიშორე აქ ბურთი. და უგირგი ვანდაიკი. ვანდაიკთან თამაში გაგვიჭირდება. საკმაოდ. არა ლივერპული ბიჭო ნაგინა ჩემი ნახე. როდრიგო რომ მივასება ეგრე არ მივასება არც ერთი მადრიდის ფეხბურთელი ბიჭო. კარჩი როდრიგო იმენა რა. არა რა თამაშგარი ძმა. და დამისროლა ბიჭო. სად დამისროლა ეხა უბრალოდ. ძალიან მაგარია როდრიგო იმენაში. გიჟია როდრიგო. შავაწოდოთ, მაგრამ თავისი ნახევარი სეზონი გაატარა ტრანოებში და ვინი ჟუნიორი ყველაზე მეტად არ მევასება რომ იცოდეთ მადრიდის რეალში. რადგან თამაშითაც ვერ თამაშობს რა. არა ვინისიუსის არ არის ფეხბურთი ვინისიუსის. იმენა ზანგია. ფეხბურთში იმენა ზანგია. ერთხია ფეხბურთში ძმა. გათმისავით დარბის ტიპი ჩემი. ვინისიუს გადაუგდოთ. აკვირ დავეწიე არა და მქონდა შანსი რომ დავწევდი. იტი ბიჭო რითო ეწავარდი. ჩემი გუნდით მეგობრებო თუ გაინტერესებთ რატო არ თამაშობ ზედმეტად ძლიერი გუნდი მყავს ხო და თუ გამოჩნდება ვინმე რომელსაც წესიერი გუნდი ეყოლება აუცილებლად ვეთამაშები. ვიღარ ვერცეთი გუნდი ვერ მიგებს რა და ვერცეთი მოაქრანო ძირითადად FIFA-ს ბოტები ვერა და ამიტომ პლეიერები მინდა. ნაღდი. ჩემი აღარ არის. რა დაბლოკა. დავარტყა ჭურიდან. ალისონი. რა კარგად თამაშობს ალისონი. მილიტაო დარტყმა. ეს როგორ ვერ აიღო ეხლა გამიკვირდა და მილიტაომ გაიტანა თავით და გახადა 2-0. კი ბაპე შეეძლო. კარგად თამაში. მესიჟება ხო დამტანჯეს იმენა ეხაში. ეხლა მორჩა. შენი გადავიდა. თუ დასრულდა. მოვიგეთ. პირველი მატჩი, ნახოთ მეორე მატჩი, იმედია კამბექს არ გაგვიკეთებს. ლივერპული ხოლო აქ ლივერკუზენმა მოიგო ბიჭო.
ვინ იქნება ნეტაფინალში? ლევერკუზენი და რეალ მადრიდი თუ ნიუკასლი და რეალ მადრიდი? ლივერპულს ავახსენებ, იმიტომ რომ ლივერპული ჩარჩება და ჩაბერდება. მაგრამ ისე ჩემი აზრით თუ კიდე ცუდად გააგრძელა რეალმა თამაში, ერთი ხანი კიდე 30 წელი ვერ მოიგებს ლიგას, მაგრამ წინა ბოლოს რას ითამაშა იქ მომეწონა. და ეგრეთ თუ გააგრძელა შეიძლება მალე მოიგოს. შეიძლება შემდეგ წელს მოიგოს ან შემდეგი წელის მერე. და თუ შემდეგი წელის მერე ვეღარ მოიგო, რა ვიცი. მაგრამ რეალისტვის თავარი პასებია ძმაო რა, პასებია რა. და გაქავებულია გუნდი რა. აი ტონი კროსი რო იყო ბიჭო ტონი კროსი მინა ყველგან პასებს აკეთებდა ტიპიჩი. გოლი არ გაქონდა. აკი ვაუერდეს აქ გოლის გატანის შანსი, მაგრამ რა თქმა უნდა როდრიგოს გავატანინებ ამას. რადგან როდრიგო მევასება ყველაზე მაგრა ძმაო. როდრიგო ძალიან მაგარია. ძალიან. ვინი ჟუნიორ ხა თუ დაეწევიდა თუ წაართვებურს არ იქნება ცუდი. აკი აიღებს ბურთს. გადავრჩით. ალბათ ამას უკვე წააგებს ლივერპული. როგორც თქვი ჩარჩება, ჩაბერდება. არა. შემთხვევით დამეჭირა აქ დარტყმას. მეგონა ვან დაიკი აიღებდა და მეთქი პატკათით დაუხდებოდა თქო, მაგრამ არა. ვინიშიუს ჟუნიორი. ოპ. ჩატეხა. ჩაწოდება. არა. ეხლა გაიქნება ისე აქ რომ დაემატოს ბოლოს და ბოლოს ეს სოფლიო და დაისოინოს ყველა რა. ეს თქვა შემდეგ წელს ანამთვის ბოლოში დაემატება რა. ყველა ვარიანტში დაემატება. უკვე FC26 PlayStation-ში არის. ამან ჯგუფური ეტაპები იქაც. მაგრამ ესე გასასვლელი გამოსასვლელი არა. რო ნახევარ ფინალები და რაღაცეები რა. პროსტა კიკოფი არის რა, კიკოფში არის. ახლა დამატებული შანსი უმაგრესი და ვერა გამოიყენეს იმენა. მაგ როდრიგოს მიცეთ. ფინც ვაწევოდი ბიჭო და არ გააკეთე. მაგრამ როდრიგოს ვატყობ რომ ვერ გააგრძელებს. იმდენი ტრაუმა აქვს როდრიგოს. თლიანი ტრაუმები აქვს, თავის თლიანი სეზონი ტრაუმებში აქვს. გატარებული და ალბათ როდრიგო აღარ ითამაშებს რა, მაგრამ ანუ მგონია კარგად მიყვეს ფეხბურთს სადღაც 1-30 წლის ასაკში უკვე დაამთავრებს. თუ ესე გაუგრძელდა ტრაუმები. იმიტომ მთელი სეზონები იმენა ტრაუმები აქტებში. თან კაი ხანი უცდება ეხლა მით უმეტეს. სოფლიოზე ვერ ითამაშებს ტიპი წარმოგიდგენიათ. როდის მიიღო ტრაუმა და ეგ არის. გავედით ფინალში და ვნახოთ ეხლა ნიუკასლი გავიდა თუ ბინები იყვნენ ბიჭო. მამაუწყო ჩემი.
ნიუკასლი თუ ლევერკუზენი. მე მგონი ნიუკასლი. ლევერკუზენი. ფინალი. აბა და ლაიქეთ, გამოიწერეთ და ნახოთ ჩვენი ფინალი როგორი იქნება. დაძაბული თუ წამში მოვიგებთ. და ბევრ გოლს გავიდამთ. ნახოთ, ჩემი აზრით კაი იქნება. თუ პენალტებამდე მივა. იმიტომ რომ უფრო დაძაბული იქნება. მაგრამ 1-0-იან 2-1 რომ მორჩეს, ეგეც კარგი იქნება 3-2. ლევერკუზენი და რეალ მადრიდი. აბა წავედით. გრიმოლდო. ეგრევე წაგვართვეს აქ ბურთი, არა ტრენტმა ვერ აიღო. არა ძმა რა გინდაჩი. ნახე რას თამაშობიდო. ლადო. ძმა მიმენა ჩემი კაი. ძალიან კარგად თამაშობს ბიჭო, რას ლაპარაკობს. რა პასე, ესე რომ პასაობდეს რეალ მადრიდი. ბიჭო, ეს რა იქნება. აიმე რა ხდება. ძალიან დაძაბული ფინალია. უეჭველი. გაძრა ბიჭო. კაი რა. ვიდი რა, არა. გაგვიტანეს. ფინალში ვაგებ. ბიჭო, არა ნახე ვერ გავდივარ ვერსაჩი. რაღაც სასწაულად თამაშობს ბაიერნის ლევერკუზენი. არ ველოდებოდი ესეთ თამაშს ლევერკუზენისგან. ნახე რა შეტევები აქვთ, რა პასები აქვთ, ბიჭო. სტრაიკერზე აქცენტი ეგრე. მიდი რა როდრიგო, ამას გაასწარი რა. კარგია. ძმა. არა ჯარიმა ეგ. მორიგი გოლი. და 2-0. და დასრულდა პირველი ტაიმი ბიჭო, რაც და დასრულებს პირველ ტაიმში. კი ამათ ბურთი. არა ისე ზამათმა დაიწყეს თავიდან. და კიდე ამათია, მაგარია. ვაფშე არა საჯმოსყიდული ძმა, ვაფშე. გოლი მაინც გავიტანო ბიჭო, რა გჭირდო. რა დაკეთე პას ბაპე. მაგისთვის მისაღებს მიიღებს მოშე. თან ვერსად ვერსლი იმენა არ ამყავს. შესაძლებელი. შემთხვევით გავაკეთე ბიჭო. არა ძმა, ვაფშე არაფერს დამიჭერია მე. მე გადავებით ხა? რა ბურთი აიოჩ. ნახე რას თამაშობენ და პასი ვერ გავაკეთე შენი. პასი ვერ გავაკეთე. ავიღე მაინც. რას თამაშობს ამის მეკარე ვაფშეში. თავით მაინც გავიდეს ბიჭო გოლი. მიდი რა. აბა რა.
დავაი, ახლა ბურთი უნდა ავიღო დროზე. ეს არ ამგონია. მიდი ბიჭო. არა, ვერ მივიდა. ბიჭო, არა, უეჭველი არათო. მიდი რა. აუ, არა, ეხა ეს არ მაცდის, ნახე. ეს უეჭველი არ მაცდის და ეს ვაფშე თუ აი ძმა აუჩი კარგად რა გატეხმ მაგრამ კარგად რა